გუდაურმა კიდევ ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლა. სკიკროსის მსოფლიო თასის შემდეგ საქართველოს გამორჩეულ სამთო სათხილამურო კურორტს სნოუბორდ კროსის მსოფლიო ვარსკვლავები ეწვივნენ. გუდაურას საშეჯიბრო ტრასაზე 21 ქვეყნის 88 სპორტსმენმა იასპარეზა და მაყურებელს დაუვიწყარი სანახაობა აჩუქა. 8 მარტს ფინალური ეტაპი იაკობ დუშეკისა და ჟულია პერეირა დე სოუსას გამარჯვებით დასრულდა. ავსტრიელმა იაკობ დუშეკმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველად ბაკურიანში, ფრისტაილის, ფრისკისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა. გუდაურში კი მსოფლიო თასის ეტაპის გამარჯვებული გახდა. ფრანგმა ჟულია პერეირა დე სოუსამ კი მსოფლიო თასზე საუკეთესო სამეულში ადგილი ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველად მოიპოვა. ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. პოდიუმზე ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველად ავედი. ბევრი ტრავმა მქონდა, ცოტა ხნის წინ კი მამა დავკარგე. მინდა ეს გამარჯვება მას მივუძღვნა, ამიტომაც ვიყავი ასეთი ემოციური გამარჯვების შემდეგ. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცოდი რომ ფინალურ დაშვებაში ჩემი მეგობრის წინააღმდეგ ვიასპარეზებდი. ლია კასტასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. აქაც ერთ ოთახში ვრჩებით. მას შესანიშნავი სეზონი აქვს, თუმცა მიხარია რომ დღეს მასზე უფრო სწრაფი მე ვიყავი. გუდაური ძალიან მომწონს. ეს მზიანი ადგილია და ძალიან გავს ჩემს სამშობლოს, სამხრეთ საფრანგეთს. ეს ჩვენთვის სეზონის ბოლო დღეებია. ძალიან ვისიამოვნი აქ ყოფნით. Merci beaucoup Gudori et à demain pour une autre course et à l'année prochaine. I'm super happy with this victory. ძალიან მიხარია რომ დღეს გავიმარჯვე. ბოლო რამდენიმე კვირა ჩემთვის წარუმატებელი იყო. აქ პირველი ადგილი დავიკავე. საქართველოში ყოფნა ძალიან მომწონს. აქ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან შეჯიბრებაში მივახციე წარმატებას. თუ საშუალება მომეცა, აქ საასპარეზოდ სიამოვნებით დავბრუნდები. There's some good snow that I can ride on for sure. 9 მარტს მსოფლიო თასის ეტაპზე ქალთა შორის გამარჯვებული შარლოტ ბენქსი გახდა, რომელიც შეჯიბრების ერთ-ერთი ლიდერია და საერთო ჩათვლაშიც ლიდერობს. კაცთა თანრიგში კი ჟულიან ტომასმა გაიმარჯვა, რომელმაც საპრიზო ადგილი კარიერაში პირველად დაიკავა. სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპი ბოლო საერთაშორისო შეჯიბრებაა, რომელსაც საქართველომ ზამთრის მიმდინარე სეზონზე უმასპინძლა. აქამდე საქართველოში სკიკროსისა და მოგულის მსოფლიო თასის ეტაპები ჩატარდა. საერთო ჯამში საქართველოს 300-მდე გამორჩეული ათლეტი ეწვია. გუდაურში ორი არაჩვეულებრივი შეჯიბრება ჩავატარეთ. ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციისგან. ყველა იყო ძალიან მოტივირებული, რომ ღონისძიება წარმატებით ჩატარებულიყო. სპორტსმენები კმაყოფილები იყვნენ, მათ სახეზე ხშირად ღიმოს ხედავდი. მადლობა საქართველოს, მადლობა გუდაურს ამ ორდღიანი შესანიშნავი შეჯიბრებისთვის. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ აქ ვიყავით. გუდაურს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. აქ ჩვენ მსოფლიო თასების ჩატარების კუთხით გრძელვადიანი გეგმა გვაქვს. ბედნიერები ვართ, რომ ყველა საუბრობს გუდაურში ჩატარებულ შეჯიბრებებზე. ჩვენ დავბრუნდები და გავაგრძელებთ მუშაობას ამ მეგობრულ და სტუმართ მოყვარე ხალხთან ერთად. Gudauri is a fixed stop on the World Cup tour. დღეს იყო სეზონის ბოლო საერთაშორისო ღონისძიება, შესანიშნავად ჩატარდა. შეფასებები ძალიან მაღალი გვაქვს, როგორც საერთაშორისო დელეგატების მხრიდან, ასევე სპორტსმენების მხრიდან. ჩვენ წელს ჩავატარეთ 3 მსოფლიო თასი, ასევე freeride world tour-ი. ამით ვამთავრებთ სეზონს. ღონისძიებების ნაწილში თუნდა ვაგრძელებთ სეზონს სასრიალო ვიზიტორებისთვის, იქამდე სადამდეც იქნება კარგი თოვლის კონდიცია. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო შეჯიბრია მსოფლიო ჩემპიონატამდე საერთაშორისო ფედერაციის თხოვნით FTA დათანხმდა და ფედერაციას და მეორე შეჯიბრს ვატარებთ. უნდა გამოვლინდეს საუკეთესო 50 სპორტსმენი საერთო ჯამში, რომლებიც სწავლენ მსოფლიო ჩემპიონატზე. გამომდინარე იქიდან, რომ თითქმის ყველა სპორტსმენი კმაყოფილია ტრასის მომზადებით, ყველანაირი ხელშეწყობით, შეიძლება ითქვას, რომ უმაღლეს დონეზეა ჩატარებული ეს ყველა შეჯიბრი. ფრისტაილის, ფრისკისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საქართველოს საერთაშორისო შეჯიბრებებსა და მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენებს ყოველწლიურად მასპინძლობს.